დღევანდელი გაკვეთილის თემა არის საქართველოს და მისი მეზობელი სახელმწიფოები მე-16-მე-18 საუკუნეში. პირველ რიგში შევეხები ოსმალეთს. ოსმალეთი მე-16 საუკუნეში საკმაოდ ძლიერი იმპერია იყო. მას დაპყრობილი ჰქონდა არაერთი სახელმწიფო და მისგან დაპყრობილი სახელმწიფოებით აგრძელებდნენ დამოუკიდებელ სასამართლოს, დამოუკიდებელ რელიგიურ მრწამსს და ამიტომ ქმნიდნენ მილეთებს. ასეთი სახელმწიფოები იყო მაგალითად ბერძნები, სომხები, ებრაელები, ასირიელები, რომლებიც ქმნიდნენ ქრისტიან მილეთებს. ისინი, ოსმალეთი დაპყრობილი სახელმწიფოებისაგან ოსმალეთს მოჰყავდა ქრისტიანი ჭაბუკები, რომლებსაც წვრთნიდნენ და ამზადებდნენ საბრძოლველად და ისინი ირიცხებოდნენ იანიჩართა კორპუსში. ასევე სამხედრო სტრატეგიით მათ ძალიან გაძლიერებული ყავდათ და განვითარებული ცხენოსანთა არმია, სიფაჰიები. ოსმალეთის დაპყრობები საკმაოდ ასე ვთქვათ ხანგრძლივი იყო, დაახლოებით 150 წლამდე, საუკუნე ნახევარი იყო ფართო ასპარეზზე გამოსული და მისი ძლიერება, მწვერვალს აღწევდა დაახლოებით მე-16 საუკუნიდან მე-17 საუკუნემდე. როდესაც ოსმალეთი ასე ვთქვათ ვითარდება, ძლიერდება, ეს არის ჩვენ ვიცით წინა გაკვეთილებიდან, ეს არის მე-15 საუკუნე, როდესაც დაიპყრო ბიზანტია, კონსტანტინოპოლი დაეცა 1453 წელს, მის შემდეგ კიდევ გრძელდება დაპყრობითი ომები და მან დაიპყრო საბერძნეთი 1460 წელს, ასევე დაიპყრო ირანი, ირანთან ფართო ასპარეზზე გამოსული ახალი სახელმწიფო იყო სეფიანთა ირანი, რომელთანაც ბრძოლაში 1514 წელს ჩალდირანის ბრძოლაში დამარცხდა ირანი და ოსმალეთმა გაიმარჯვა მის წინააღმდეგ. აი ამის შემდეგ კიდევ მომდევნო წლებში 1517 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ეგვიპტე, შემოიერთა მალევე არაბული სახელმწიფოს დედაქალაქები მექა და მედინა და ოსმალეთი უფრო ძლიერებას და უმაღლეს მწვერვალს აღწევს სულთან სულეიმან პირველის მმართველობის პერიოდში, რომელიც მმართველობის წლებიც 1520-1566 წლები. სულთან სულეიმანს მოიხსენიებენ მეორენაირად კანონს, კანონთა მდგენელს, შემქმნელს, მისი სახელს უკავშირდება და არაერთი დაპყრობითი ომები, მან დაიპყრო ქალაქი ბურსა, ესპანეთი, ვენეცია 1555 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდება საქართველოს გამოა ამასიის საზავო ხელშეკრულება, რის გამოც საქართველოს ორ ნაწილად გაიყოფენ, დასავლეთ საქართველოს ოსმალეთი განაგებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს სეფიანთა ირანი. ოსმალეთი საკმაოდ განვითარებული და ასე ვთქვათ სწრაფი ტემპით დაპყრობითი ომების წარმოების შედეგად მისი ძლიერება თანდათან უფრო ასე ვთქვათ მწვერვალს აღწევდა და ამ მოვლენით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საშიშროება ექმნებოდა ევროპის სახელმწიფოებს, ასეთი იყო საფრანგეთი, ინგლისი, რომლებიც დასყდებიან და კალოვაცის საზავო ხელშეკრულებით, ასე ვთქვათ, გაერთიანდებიან ეს ევროპული სახელმწიფოები და მის წინააღმდეგ ასე ვთქვათ, გაერთიანდებიან, რის შედეგადაც ოსმალეთის ბრძოლა წარიმართება, ეს იყო ლეპანტოს ბრძოლა, სადაც 1571 წელს ოსმალეთი დამარცხდება და მისი უკან სრულად დასუსტება იწყება. ოსმალეთი 1923 წლამდე, ასე ვთქვათ, ოსმალეთი საკმაოდ მყარად იდგა ფეხზე, თუმცა დასუსტდება და 1923 წლიდან ის მოიხსენიება როგორც თურქეთის რესპუბლიკა და იქნება თურქეთის რესპუბლიკა ამ სახელმწიფოში. ასევე მინდა ვისაუბრო ირანზე, სეფიანთა ირანი მე-16 საუკუნეში საკმაოდ ასე ვთქვათ, ესეთი სახელმწიფო იყო, ისლამური სახელმწიფო იყო, ოსმალეთიც ისლამურია, მაგრამ მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ ერთი იყო შიიტი და მეორე სუნიზმი, შიიზმის მიმდევარი იყო ირანი, ირანის მმართველი იყო ისმაილ პირველი, რომლის დროსაც სეფიანთა ირანი ჩამოყალიბდა. სეფიანთა ირანს მეორენაირად წითელთავიანებს, ყიზილბაშებს ეძახდნენ, წითელთავიანებს,
1514 წელს ოსმალეთთან ჩალდირანის ბრძოლაში ირანი, სეფიანთა ირანი დამარცხდება, თუმცა შემდეგ, ასე ვთქვათ, გარკვეულ გამარჯვებებს მოიპოვებს, როდესაც ისმაილის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე ადის შაჰ თამაზის შემდეგ უკვე შაჰ აბასი, შაჰ აბასის და შაჰ თამაზის მეფობის პერიოდში საქართველოზე ზეგავლენას ახდენს ეს ორი დამპყრობელი 4 ჯერ შემოდის საქართველოში და დაიპყრობს და საკმაოდ დაასუსტებს და საბოლოოდ, ასე ვთქვათ, შაჰ აბას მეორის მმართველობის პერიოდში ნელ-ნელა სტაგნაცია იწყება ქვეყანაში და დაიწყება ქვეყანაში დაღმასვლა და მე-18 საუკუნეში ფართო ასპარეზიდან გაქრება.